პრემიერ-მინისტრმა სანდრაძის რაიონის სოფელი დიდი ჯიხაიში სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალა, რაცაც ნარგავები წვეთოვანი სისტემით ირწყება. ანუ მერაბიშვილმა იქ მომუშავე გლეხებთან ასეთი ნაკვეთების მახლობლად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ცენტრების გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის სოფლის მეურნეობის 500-მდე საწარმო შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას, ჭარბი პროდუქციის გადამუშავებას და ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების შემდეგ მის ექსპორტზე გატანას. ნაკვეთზე აზზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათი უმრავლესობა იძულებით გადაადგილებულია. გამარჯობა ყველას, შარშან ოქტომბერში ერთად შევარჩიეთ ეს ადგილი, თორე გავუკეთებინა წვეთოვანი. და მე ძალიან მიხარია, რომ აი შედეგი სახეზეა. მოსწავლე ხო კარგად მოდის? აი ჩაოლებრივი რამეჯერ მეტი მოდის. 4 მეტი მოდის. მაგრამ ეხლა პრობლემა გასაგებია ყოფილა, ხო? პრობლემა გასაგებია, იმიტომ არ ველოდით ისეთ მოსავალი მოვიდა, არ ვიყავით სადაც. მე ვსაუბრობ ბათუმში, აგერალი ბათუმი, აგერალი ქუთაისი. რამის ვიგებთ ხოლმე დღეში? დღეში არის 7 ტონა, 9 ტონა, 10 ტონა ცხება. მარტო ეს იცაკა, გვაქვს წარე ბულგარული არა გვაქვს? სადა ბულგარული. ის სამშობლოები იცაკა არის კიდე ფადრიჯანი. ფადრიჯანის სასწავლო მოსავალი. 415 ტონა ბულგარული ძეგლის რეალიზაცია გავაკეთეთ ფადრიჯანის ასეულ. რა ფასი გაიყიდა? პირველი ფასი კარგი იყო, 90 წელი, 80 წელი. შემდეგ ხოლმე დაეცა ფასი, რომ ბაზარი გაჟერდა. არა, ამ ტექნოლოგიებს არის ხის, იმიტომ რომ ყველაფერი განსხვავებულია ხებოდა. ეხლა ვეგეტაცია ამას გაჩერებულია, და ამიტომაც არის, რომ წელი პერიოდს გავშენებია. სადაც იმაღო სამკვირა არ ყოფილა. ჩვენი ამოცანაა, რომ ვინც კი არის საქართველოში უნდა გავაკეთოთ 500 ასეთი სასოფლო სამეურნეო საწარმო. ეს რაბნიკაც მუშაობს. ეხლა მუშაობს ძირითადად დაკავებული არის 60 კაცამდე და პიკის საათებში ასე რომ ვთქვათ 154 კაცამდე. ნუ კაი, საშუალოდ ასე რომ ვინგარიშოთ 500 საწარმოში დასაქმება 500 ასე რომ რამდენია? 50 დასაქმება მარტოამაში დამატებით. და ეს ასიშნას პროდუქტა? ამას ხომ გამყიდველია ვქავს ამას. რა თქმა უნდა, ამას გამყიდველია. და რა თავია ყველაზე, ჩვენ იმდენო ვაწარმოთო, ჩვენთან აღარ იყიდებოდეს თურქული უცხოური, ხო? მოდი ასე ვთქვათ. ხშირად უცხოური შემოდის, ვაში უცხოური შემოდის, აბიჯანი შემოდის მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიოდა, ხო? პამიდორი ყოველწლიურად ჩვენ შემოგვაქვს პამიდორი 40000 ტონა. 25000 ტონა ხახო შემოგვაქვს. 20 მილიონი დოლარის ხახო შემოგვაქვს და ამ წუთვანში ამინ ხახო მოვა. აქ არის ხახო. აქ აქვს ბადრიჯანი ციცაკა, კიტრი, ბულგარული ციცაკა. და ბულგარული ციცაკა არის ის? გავითვალისწინოთ რა ჰექტარია ახლა? ეს 2 ჰექტარი მოსწია. მომავეთენ დავთოსოთ, დავთუგავთ 2. რა თქმა უნდა 2 ჰექტარი. და სხვა რაც გადაგაიყიდება ის მოვუმატოთ. ამას გავითვალისწინოთ ყველა.